გადაცემა 59 წამი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში და ვსაუბრობ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე. 31 მაისს სახალხო დამცველმა საქართველოში მოქმედ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარადგინა. ეს ანგარიში 12 სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს ასახავს. მონიტორინგის მეთოდოლოგია ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ზედამხედველობით შემუშავდა. მონიტორინგის შედეგებში ფსიქიატრიულ ჯანმრთელობის დაცვის მხრივ პრობლემების ძირითად მიზეზად ფინანსების დეფიციტი ისმის მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელთან შედარებით ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ბიუჯეტი 3-ჯერ გაიზარდა და 2015 წელს 15,645,400 ლარი შეადგინა. დღეს სტუმრებთან ერთად ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში არსებულ პრობლემებზე ვსაუბრობთ და შეგვიძლია ვნახოთ ის ფოტომასალა, რომელიც სახალხო დამცველის ოფისიდან მივიღეთ. საუბრობთ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე, ამ შემთხვევაში სტაციონარულ მკურნალობაზე და დღეს ჩვენს გადაცემაში ერთმანეთის პირისპირ არიან ქალბატონი მარინა დარახველი და საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი და ბატონი ნიკა კვარაცხელია სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. შეგახსენებთ, რომ ეს არის გადაცემა 59 წამი, სადაც ვკამათობთ წესების დაცვით. სტუმრები აქ კითხობს 59 წამში პასუხობენ და რაც მთავარია ოპონენტს არ აწყვეტინებენ. მაყურებელს შევახსენებ, რომ გადაცემის მოსმენა GDS-ის გარდა რადიო უცნობის საშუალებითაც შეუძლია FM 98-სა და ერთზე ჩვენს გვაქვს ძალიან საინტერესო ინტერაქტივი მაყურებელს და რადიო მსმენელს ვთხოვ, რომ დააფიქსიროს საკუთარი აზრი კითხვაზე დასახერებულ პრობლემებს შორის, რომელია თქვენი აზრით ყველაზე მწვავე პერსონალის კვალიფიკაცია, თუ ასე ფიქრობთ. უნდა დარეკოთ ნომერზე 0800-800-111 თუ თვლით, რომ პრობლემებს შორის ყველაზე მძიმეა წამლის ხარისხი, უნდა დარეკოთ ნომერზე 0800-800-112, ხოლო თუ ყველაზე დიდ პრობლემას პაციენტების მიმართ მოპყრობა მიგაჩნიათ, მაშინ უნდა დარეკოთ ნომერზე 0800-800-113. და ახლა უნდა გადავიდეთ იმ პრობლემებზე საუბრით დავიწყოთ, რომელიც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დღეს რეალურად გვაქვს. მცირე ინფორმაცია რომ მივაწოდოთ მაყურებელს, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ სტაციონარულ მკურნალობაზე მიდის და ექსპერტების აზრით ეს შეიძლება ამ პროგრამის ნაკლებადაც კი ჩაითვალოს. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში ადასტურებს, ასე ვთქვათ, რომ სტაციონარულ მკურნალობაში საკმაოდ მძიმე პირობებია. ქალბატონი მარინა, იცნობთ თუ არა ამ დაწესებულებების მდგომარეობას და თქვენ როგორ შეაფასებთ დღეს სახალხო დამცველის ანგარიშს, რას უპასუხებთ მას ზოგადი სურათის დანახვა გვინდა პირველ რიგში 59 წამი. მოგახსენებთ სტუდიაში მოწვევისათვის. გასაკვირი არ ყოფილა ყურადღების გამახვილება ფსიქიატრიაზე, რადგანაც ეს მეტად სენსიტიური თემა და მიმდინარე წელს რომ ის სახალხო დამცველის ყურადღების ქვეშ მოექცა, ეს ვთვლი რომ ბუნებრივია. რაც შეეხება სიტუაციას, მე მინდა ვთქვა, რომ აქ პრობლემები იყო რამდენიმე მიმართულებით გამოხატული დამცველის ანგარიში, შეეხებოდა ეს ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას, მედიკამენტებს, პერსონალს, მარეგულირებელ გარემოს. ვფიქრობ, ეს ძირითადია ის ჩამონათვალი. რასაკვირველია, ვერ ვიტყვი, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ერთგვარი მდგომარეობა. ჩვენ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა გვერგო ამ კუთხით და ერთ დღეში ვფიქრობ სტაციონარული დაწესებულებებიდან პაციენტების განთავსება და ინსტიტუციონალიზაციის პროცესი ვერ მოგვარდება. ამიტომ თუნდაც ის რომ ჩვენ აქეთკენ მივისწრაფვით და ჩვენი
საკუთარი ამოცანა არის რომ გადავწყვიტოთ დაასრულეთ. ეს არის მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო ნიკა, დაფინანსების ზრდის მიუხედავად ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მაინც მძიმე მდგომარეობა არის. ახსნით ამას და 12 საავადმყოფოს კვლევა ასახავს თუ არა საერთო სურათს. დიდი მადლობა მოწვევისთვის და მეტად მნიშვნელოვანი თემის გაშუქებისთვის. ანგარიში გლობალურად არის მიმოხილული საკითხი, ის არ არის შემოფარგლული მხოლოდ სტაციონარული დაწესებულებების მდგომარეობით, თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი ფოკუსი ეს გახლდათ, ამ დაწესებულებებში მოხდა შემოწმება. თუმცა პრობლემა არის ის, რომ ინსტიტუცია როგორც ასეთი გამოსავალი არ არის. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სათემო სერვისების განვითარება. ეს არის ის ხედვა, რომელიც სახელმწიფოს პრინციპში გააჩნია და ამისთვის შესაბამისი სტრატეგიაც აქვს და სამოქმედო გეგმას, თუმცა დღესდღეობით სტაციონარში არსებული მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. პრობლემებს შორის არის მოშლილი ინფრასტრუქტურა რიგ დაწესებულებებში. პრობლემა არის კვალიფიკაციასთან დაკავშირებული პერსონალის, მათ სამუშაო პირობებთან დაკავშირებული და მნიშვნელოვანია და აქ საუბარია იმაზე, რომ გარანტიები შეიქმნას მათთვისაც და უშუალოდ რაც შეეხება ფსიქიატრიულ დახმარებას, ამ კუთხით სერიოზული გამოწვევებია და თუ მომეცემა შესაძლებლობა ამას უფრო მეტად. რა თქმა უნდა, დეტალებზე საუბრის საშუალება გვექნება, თუმცა ქალბატონო მარინა, თქვენ საუბრობდით დეინსტიტუციონალიზაციის მხრივ გადასადგმელ ნაბიჯებზე. როგორ აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის გარდაქმნას ისე, რომ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა მივიღოთ ვიდრე ახლა? თუ მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას მივიღებთ და ჩვენ უკვე დიალოგი დაწყებული გვაქვს საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე, პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი და ერთ დღეში ეს ვერ განხორციელდება, იმიტომ რომ ინსტიტუციიდან გამოსულ ადამიანს მყარი განვითარებული სათემო სერვისი უნდა დახვდეს. ამას ჭირდება გარკვეული დრო, გარკვეული რეფორმები, პერსონალის მომზადება, რასაკვირველია ხარჯების, ფინანსების ხარჯთეფექტურად გადანაწილება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება დეინსტიტუციონალიზაცია მისაღები, მყარი ისე, რომ პაციენტიც არ დასარალდეს და ამ პროცესმა სარგებლის ნაცვლად ზიანი არ მოუტანოს. ეს არის ჩვენი მიზანი, ამ მხრივ ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა, ეს ჩვენ სტრატეგიაშიც არის განხილული და ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ სათემო სერვისები შარშან დაემატა კიდევ ერთი სახე და აგვიბა მერიამაც მხარი, ფიქრობ ამას წარმატებით განვახორციელებთ. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო ნიკა, ზუსტად დროს ქალბატონი მარინა ვერ აკონკრეტებს, იმიტომ რომ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით? მოამზადეთ ანგარიში. ამ ანგარიშის საფუძველზე როგორ ფიქრობთ? არის თუ არა მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელი, მაგალითად, აი ამ საკითხის დეინსტიტუციონალიზაცია, სათემო სერვისებზე გადასვლა, სხვა საავადმყოფოებში საწოლების გადანაწილება? დიდი მადლობა ამ მართლაც რომ მნიშვნელოვანი კითხვისთვის, სწორედ ასე ვაპირებდი მომეთხოვ ის და მე საუბრა იმ პრობლემებზე, ანუ უნდა დავყოთ მოკლევადიან პერსპექტივაში განსახორციელებელი ზომები და ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში დეინსტიტუციონალიზაცია ეს არის უალტერნატივა ამ შემთხვევაში, მაგრამ ვიდრე ეს განხორციელდება, მნიშვნელოვანია რომ სწრაფად იქნას მიღებული იმ სავალალო და მძიმე პირობების რიგ დაწესებულებებში არსებული პირობების აღმოსაფრთხებლად, რომელიც არსებობს, ხო? მე შემიძლია გითხრათ ის, რომ თუნდაც საუბარი არის ბიოფსიქოსოციალურ მიდგომაზე, ხო, ეს არის თავი და თავი ფსიქიატრის, ანუ ეს არის რეალურად საფუძველი. ამ კუთხით პრობლემებია მხოლოდ ინექციებზე და ასე ვთქვათ, ძირითადი აქცენტის გადატანა, ისე რომ არ არის ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, ისე რომ ჩვენ არ დაწესებულება ვერ აძლევს უნარჩვევებს, არის დასავლელი უსუსურობა პაციენტების, არის დეფიციტი დამოუკიდებელი ცხოვრების, რა თქმა უნდა, ასეთ პროცესზე, ასეთ დროს რთულია ასე ვთქვათ, პირდაპირ სწრაფი ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ალტერნატივა. ძალიან დიდი მადლობა დასრულდა თქვენ დრო. ქალბატონო მარინა, მოგცემთ საშუალებას, რომ კონკრეტულად ამ ჩამონათვალს უპასუხოთ და დავიწყოთ პერსონალის კვალიფიკაციაზეც საუბარი. საუბარს თუნდაც დეტალებზე, იმიტომ რომ სტრატეგიაში სწორედაც რომ გაწერილია ხუთწლიან სტრატეგიაში რა არის ყოველწლიურად გადასადგმელი ნაბიჯები და რა არის უფრო გრძელვადიანი მიზნები. ასე რომ ეს გათვალისწინებული გვაქვს და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
როლი პერსონალის სწავლებას და გადამზადებას ეთმობა, რომელიც დაწყებულია მინდა გითხრათ ევროკავშირთან ერთად შარშან საკმაოდ დიდი მოცულობა ფსიქიატრიული სტაციონარებისა და ასევე პირველადი ჯანდაცვისა, რომელმაც სათემო მსახურებას ხელი უნდა შეუწყოს, გადამზადებული იქნა. თუმცა ეს არ არის საკმარისი ვიცი და ამ მხრივ აგრძელებთ ტრენინგებს, დაგეგმილია ეს და განხორციელდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომლის გარეშეც ვფიქრობ ჯერჯერობით სტაციონარებში განთავსებული პაციენტებისთვის მომსახურების სათანადოდ მიწოდება შეუძლებელი იქნება. ამ ხრივადაც მიმდინარეობს მუშაობა და თქვენთვის ცნობილია ის პროცესები, რომლებიც უკვე ხორციელდება. მე ვგულისხმობ ორი ახალი საავადმყოფოს მშენებლობას, ასევე საჯარო პარტნიორული ურთიერთობის პრინციპში ქუტირის საავადმყოფოს გასხვისების და საკითხს. ძალიან დიდი მადლობა ქუტირის საავადმყოფო ნახსენებია თქვენ კვლევაში. ჩვენ გვინდა თქვენგან უფრო დეტალური ინფორმაცია მივიღოთ. კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობა. პერსონალის ნაკლებობაც და კვალიფიკაციის ნაკლებობას, რომლიდან გამომდინარეც საუბრობთ ფიზიკური შეზღუდვისას ძალის გადამეტების რისკზე. როგორ უკავშირებთ ერთმანეთს ამ ორ პრობლემას და რა რაოდენობით უნდა გაიზარდოს პერსონალი, ან რა ტიპის კვალიფიკაცია უნდა მოემატოთ მათ, რომ ანგარიშიდან მომავალ წელს ეს პუნქტი ამოიღოთ? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პერსონალი სათანადო რაოდენობა იქნას განსაზღვრული, ასევე კვალიფიკაცია და კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით ამ ბიოფსიქოსოციალურ მიდგომას. როდესაც ეს შესაძლებელი არ არის ინსტიტუციაში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გამოიყენება ხოლმე სამწუხაროდ და ეს უნდა იყოს მხოლოდ უკიდურესი ღონისძიება და იდეალურ შემთხვევაში საერთოდ არ უნდა გამოიყენებოდეს ფიზიკური შეზღუდვა. ეს კი რისკია ძალის გადამეტების, არასთანადო მოპყრობის, რაც ჩვენ ანგარიში დაფიქსირებულიც არის ასეთი შემთხვევები და არაერთი სამწუხაროდ. ამიტომ ეს კომპლექსურად უნდა დავინახოთ ეს საკითხები. ეს არ არის მხოლოდ პერსონალის საკითხი, ეს არ არის მხოლოდ დაფინანსების, ამას გამოვყოფთ იმდენად, რამდენად გლობალური საკითხია. რა თქმა უნდა, სუპერვიზია, საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო უნდა აკონტროლოს ეს დაწესებულებები, უნდა ქმედითი მექანიზმი აამუშავოს, რომ ის სამედიცინო მომსახურება, ის ფსიქიატრიული დახმარება, რომელიც ისევ და ისევ ბიოფსიქოსოციალურ მიდგომას ეფუძნება, იყოს ხელმისაწვდომი ყველა პაციენტისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო მარინა, გარდა იმ საკითხებისა, რომელზეც ბატონი ნიკა საუბრობს, ასევე რამდენიმე საავადმყოფოს შემთხვევაში ფიზიკურ ძალადობაზე და სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც კი არის საუბარი. აი, იცით თუ არა ასეთი მდგომარეობის შესახებ, რა თქმა უნდა, ეს 12-ვე საავადმყოფოში არ ხდება და სხვადასხვა მაგალითი სხვადასხვა საავადმყოფოშია გაფანტული და რას აკეთებს მონიტორინგის კუთხით ჯანდაცვის სამინისტრო, რომ ასეთი ტიპის პრობლემები აღმოფხრილი იყოს? ამ ეტაპზე მონიტორინგის თემაზე ვისაუბრებ მხოლოდ იმ კუთხით, რომ დღეს ჩვენთვის შესაძლებელი არის კონტროლი და რევიზიის განხორციელება, როგორც ჩვენი მარეგულირებელის, მაკონტროლებელის მხრიდან. თუმცა ის მონიტორინგი, რომელსაც თქვენ ბრძანებთ, ვფიქრობთ, ეს ახალი სიტყვა იქნება ჯანდაცვის სამინისტროში და ვფიქრობთ ამ სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომ გარდა იმისა, რაც კანონმდებლობით, ასე ვთქვათ, მოეთხოვება და მაკონტროლებელმა უნდა ნახოს. მონიტორინგი სწავლობს ურთიერთობებს, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და რომელიც შეიძლება ქაღალდზე არ იქნას დაფიქსირებული, მაგრამ იქნას ნანახი. ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ ეფექტური იქნება ჩვენთვის შიდა მონიტორინგის სისტემის შემოღება და თუნდაც მონახულება ის ელემენტარული პირობები, გასაუბრება, საჩივრების, ანონიმური საჩივრების განხილვა, რომელიც ძალიან ბუნებრივია დაცავლეთის მოწინავე ქვეყნებში და ვფიქრობ ეს საინტერესო იქნება. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ მედიკამენტებზე საუბარს ვაპირებდით, მაგრამ ანონიმურ საჩივრებზე საუბრობს ქალბატონი მარინა და ამიტომ მინდა რომ ამ თემას შევეხოთ. თქვენ ანგარიში გიწერიათ, რომ ადამიანის უფლებების, ანუ აზრის გამოთქმის საჩივრის დაფიქსირების კუთხით თითქმის არც ერთ საავადმყოფოში სწორად არ მიდის მუშაობა, არ არსებობს ერთგვარი ყუთები, სადაც შეიძლება ან რამე მექანიზმი პაციენტმა ან მისმა ოჯახის წევრმა გამოთქვას გარკვეული პრეტენზია. აი ეს ვითომ უმნიშვნელო პრობლემა, თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემად გაქვთ დასახული. რატო?
ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა აქ დავაზუსტებ, რომ ზოგიერთ დაწესებულებაში შიდა გასაჩივრების უკავშირის გარკვეული მექანიზმები არსებობს, ყუთებიც არსებობს ზოგან, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს ყუთები პრაქტიკულად არ გამოიყენება. რა არის მიზეზი? მიზეზი არის ის, რომ ინფორმირებულები არ არიან უფლებების შესახებ. ანუ პაციენტთა ინფორმირება უფლებების შესახებ ეს არის გადამწყვეტი. გარდა ამისა, ეს სისტემა უნდა იყოს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებულ პროცედურას უნდა ეფუძნებოდეს, თავისთავად ამის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონდეს პაციენტს და რაც თავარია ეს ქმედითი მექანიზმი უნდა იყოს. ამიტომ რეკომენდაციაც სწორედ ასეთია, რომ შეიქმნას ასეთი ქმედითი მექანიზმი, რომელიც გაითვალისწინებს იმ სპეციალურ საჭიროებებს, რომელიც პაციენტებს დაწესებულებებში გააჩნიათ. და ეს არ არის უმნიშვნელო, ეს არის მნიშვნელოვანესი საკითხი, ვინაიდან ჩვენ უნდა მოვისმინოთ პაციენტების ხმა, მათ რა უჭირთ, რა უხინთ და შესაბამისად იქნას გადადგმული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, მონიტორინგი გაგრძელდება პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ, მაგრამ შიდა, ასე ვთქვათ, გარკვეული ინსპექტირების მექანიზმები უნდა შეიქმნას. დიდი მადლობა, უპასუხეთ თქვენ საუბრობთ შიდა მონიტორინგზე. პაციენტის ხმა რამდენად მნიშვნელოვანია ქალბატონ მარინა პრობლემების მოსაგვარებლად? აქცენტი გავაკეთო სამედიცინო მომსახურების ხარისხზე. ხარისხის ეს ყველაფერი ხარისხის ნაწილია, სამედიცინო დახმარების ხარისხი. შეიძლება ის სპეციფიურია ფსიქიატრიის მიმართულებით, მაგრამ ძირითადი პრინციპი არის ერთი. გარე მონიტორინგი მხოლოდ ვერაფერს ვერ გააკეთებს, თუ არ იქნა შიდა მონიტორინგი, დაწესებულების შიგნით გულისხმობ. ეს არის ანუ შიდა მონიტორინგს პლუს გარე, ეს არის წარმატება სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ეს არის ოქროს წესი. ამ შემთხვევაში ალბათ ჩვენ დაგვჭირდება და აუცილებელიც არის დაწესებულების ადმინისტრაციის მყარი ჩართულობა, მათი პასუხისგებლობა. დღეს თეორიულად санებართო პირობები შეიცავს ხარისხის შიდა ერთეულის არსებობას სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციებია. მათ ეს უნდა შეძლონ, გააკეთონ, ამ შემთხვევაში ნაკლები პრობლემები გვექნებოდა. ვფიქრობთ, ჩვენი ზედამხედველობა ამ მხრივ გააქტიურდება და ის დაგვეხმარება ჩვენ იმ სასურველი მიზნების მიღწევისაკენ, რომელიც ვთქვათ ამ ეტაპზე სახალხო დამცველის ანგარიში აღწერილი. დიდი მადლობა. დასრულდა თქვენი დრო, მოგცემთ საშუალებას, რომ კიდევ ვისაუბროთ ამ თემაზე. ბატონი ნიკა, ხარისხზე ვსაუბრობდით და ამ შემთხვევაში მომსახურების გარდა მნიშვნელოვანია მედიკამენტების ხარისხი, რომელზეც თქვენ ამბობთ ანგარიშში, რომ ის არც თუ ისე სახარბიელოა. რამდენიმე მიზეზს ასახელებთ. ერთი არის ფინანსური პრობლემა, მეორე სამართლებრივი ჩარჩო, რომ შიდა ტენდერის საფუძველზე ამ კლინიკებმა ყველაზე იაფფასიანი მედიკამენტები უნდა შეიძინონ. როგორ ფიქრობთ, წამლების არარსებობის ან უხარისხო წამლების არსებობის პრობლემა რამდენად შეუძლია მოაგვაროს ჯანდაცვის სამინისტრომ და თქვენს რეკომენდაციებში ამას ენიჭება თუ არა გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ვმკურნალობთ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის გარდა რასაკვირველია მედიკამენტებით. დიახ, რა თქმა უნდა, მედიკამენტების ხარისხიანი მედიკამენტების ქონა გადამწყვეტია და ამ კუთხით ჩამოთვლილი დიახ თქვენ რაც ახსენეთ ის პრობლემები, ანუ სამართლებრივი რეჟიმი და ასევე ფინანსების ნაკლებობა და აქ რეკომენდაცია არის ასეთი მოცემული, რომ ჩვენს ანგარიშში, რომ შეიქმნას გარკვეული საბაზისო ნუსხა მედიკამენტების, რომელიც ყველა დაწესებულებაში იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც იქნება მაღალი ხარისხის მედიკამენტები, ასე ვთქვათ, ნუსხა და ამ ნუსხის შესყიდვისთვის სპეციალური რეჟიმიც კი შეიძლება სამართლებრივი იქნას შემოღებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, თუ ჩვენ გვინდა რეალური შედეგები მივიღოთ მკურნალობისას და რაც მთავარი არის, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პერსონალიც კი, რომელიც დაწესებულებებში, თქმა უნდა, მათაც ვესაუბრებით, ისინიც აღნიშნავენ, რომ არსებობს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რომელთა ქონაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა. წამლების შესახებ ძალიან საინტერესოა სამინისტროს პოზიცია. თვლით თუ არა, რომ ეს მექანიზმი არის გამართული და როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, რომ რამეცნიერების ხარჯზე ფსიქიკურმა დაწესებულებებმა უკეთესი წამლების შესყიდვა შეძლონ პაციენტებისთვის? მოგახსენებთ, ამჟამად პროგრამის დაფინანსება არის ვაუჩერული და ვაუჩერი მოიცავს წამლის ღირებულებასაც. ვფიქრობ, სტაციონარულ დაწესებულებებთან მიმართებით ნაკლებად აქტუალურია შეიძლება მედიკამენტების ხარისხი, იმიტომ რომ მათ უფრო მეტი შესაძლებლობა გააჩნიათ ამ მედიკამენტების შესყიდვით. ჩვენ უფრო ამბულატორიულ სექტორზე ვფიქრობთ, რომ ცენტრალიზებული შესყიდვა გავაკეთოთ მედიკამენტებით მომარაგება, სტაბილური უზრუნველყოფა. ეს ხელს შეუწყობს ნაკლები პაციენტის მიდინება სტაციონარში და იმ სტაციონარიდან გამოსული პაციენტების იგივე ადეკვატური მედიკამენტების უზრუნველყოფას. თუმცა ამ კუთხიდან თუნდაც შიგნით სტაციონარებში შესაძლებელია ამ თემის განხილვა, დაფინანსების ხარჯ-ეფექტური მოდელების მოძებნა და კიდევ უფრო გაუმჯობესება. თუმცა დღეს ვფიქრობ, რომ სტაციონარის ხელმძღვანელებს აქვთ ამის საშუალება, რომ მედიკამენტები
მათთვის საჭირო მოიძიონ, იმიტომ რომ ბევრი სტაციონარი ამას აკეთებს კიდევაც. თქვენ თვლით, რომ შიდა მექანიზმის მოგვარების, შიდა გარდაქმნის ხარჯზე შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. გმადლობთ ქალბატონო მარინა, გამოირთო თქვენი მიკროფონი. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც აუცილებლად უნდა გამომახვილოთ ყურადღება, ეს არის სომატური, ანუ სხეულთან დაკავშირებული დაავადებების დროული გამოკვლევა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. თქვენ ამბობთ, რომ გარდაცვალების დოკუმენტებიდან და სხვა ბევრი მონაცემებიდან გამომდინარე დაასკვენით, რომ ხშირ შემთხვევაში არ ხდება სომატური დაავადებების დროულად გამოკვლევა. ძალიან საინტერესოა ამ ხრივ 59 წამში პრობლემას როგორ დასახავთ და შემდეგ ქალბატონმა მარინამ ამაზე უნდა გვიპასუხოს, იმიტომ რომ ქალბატონი მარინა საუბრობდა საყოველთაო ჯანდაცვაზეც, ზოგადად პირველად ჯანდაცვაზეც და ეს თემა ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია და ამ კონკრეტული პრობლემის მოგვარება მხოლოდ ფსიქიკური დაავადებების პრობლემა არ არის. სომატური დაავადებები და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა ამ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში რეალურად ამ მედიკამენტების, აქ საუბარია ფსიქოაქტიური მედიკამენტების მიღების შედეგად ვითარდება გვერდითი მოვლენები, თანდათანობით მთელი რიგი სინდრომები, დაავადებები ვითარდება და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია სომატური ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი და შესაბამისი მოსახურების. ჩვენს მიერ შესწავლილ საქმეებში, კონკრეტულ სამედიცინო დოკუმენტაციაში გარდაცვალების შემთხვევებზეა საუბარი, სამწუხაროდ ასეთი გამოკვლევების და მოსახურების მიწოდების ფაქტი არ დასტურდება და გარდა ამისა პერსონალიც კი აღნიშნავდა, რომ ამ ხრივ პრობლემები აქვთ, რეალურად ვერ ახერხებენ ისინი და აქ საუბარია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ შეპსეებზე, რომელსაც უფრო მეტი პრობლემა აქვს, თუმცა იმ დაწესებულებებს, სადაც ეს არის ზოგადი პროფილის დაწესებულებებში არსებული კონკრეტული დეპარტამენტები, განყოფილებები, იქ შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს, ვინაიდან მეტად არის ხელმისაწვდომი. ანგარიში წერია, რომ მაგალითად გუდუშაურის სახელობის კლინიკაში, რადგან არის სხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობა უფრო ფართო და ღია, ასეთი პრობლემები ნაკლებია. ქალბატონო მარინა, სწორედ ამ რეკომენდაციასთან დაკავშირებით არის თუ არა ჯანდაცვის სამინისტროსთვის საგანგაშო ანგარიშის ეს მონაკვეთი? ჯანდაცვის სამინისტროს კუთხით დღეს სისტემურად მინდა აღვნიშნო, რომ უფლებრივად ეს პაციენტები არიან ისეთივე მონაწილეები საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის, როგორც ჩვენ დანარჩენი მოქალაქეები, ამიტომ მათ უფლებრივად განსაზღვრული აქვთ ყველა იმ სერვისთან ხელმისაწვდომობა, რაც დანარჩენებს. მე როგორც ანგარიშიდან ვხედავ, აქ უფრო ადმინისტრაციის პრობლემები იკვეთება, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ დროულად ამ პაციენტების სომატურ სერვისებთან ხელმისაწვდომობა. მეორე უფრო ზოგადი და ალბათ გრძელვადიანი პროგრამაა ეს, რაც არის დაყენებული ზოგადი პროფილის ავადმყოფოებში ფსიქიატრიული განყოფილებების განთავსება, მაგრამ ეს ცოტა ისეთი რთული პრობლემად მესახება ამ ეტაპზე, ვინაიდან თქვენ მოგეხსენებათ ჩვენი სერვის პროვაიდერების კერძო კუთვნილება ძალიან დიდ პროცენტში. ამდენად ეს გარკვეულწილად იმაზეც არის დამოკიდებული, ისინი როგორ შეხედავენ ამ სერვისების მათ სტაციონარებში განთავსებას. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ გვინდოდა ბავშვთა ფსიქიატრიაზე საუბარი და ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, თუმცა სამწუხაროდ გადაცემის ფორმატი დრო აღარ გვაძლევს საშუალებას. უნდა შევაფასოთ ინტერაქტივი დასახელებულ პრობლემებს შორის თქვენი აზრით, რომელია ყველაზე მწვავე, კითხვა ასე იყო დასმული. ჩვენი მაყურებლის 60% თვლის, რომ პერსონალის კვალიფიკაცია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, 11% თვლის, რომ წამლის ხარისხი, ხოლო ჩვენი მაყურებლის 28% თვლის, რომ პაციენტის მიმართ მოპყრობა, ძალის გადამეტება არის ყველაზე დიდი პრობლემა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. გმადლობთ სტუმრებს, რომ საუბრობდით ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე. გვინდოდა რომ თემაზე უფრო ვრცლადაც გვესაუბრა. ჩვენ უნდა დაგემშვიდობოთ, შევხვდებით შემდეგ კვირას, ისევ GDS-ზე, გადაცემაში 59 წამი, სადაც წამზომი კიდევ ერთხელ ჩაერთვება. ნახვამდის.